Შემშვიდობისა მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები სოფელ თამარიანში. დღეს უნდა გაგაცნოთ მე-9 კლასის მოსწავლე უნიჭიერესი ახალგაზრდა გოჩა ნებიერიძე, რომელმაც თვითნაკეთი ყვავილების შექმნა დაიწყო. ეს ერთგვარი მისი პატარა ბავშვის დაწყებული ბიზნესი არის. საინტერესო ხელნაკეთებს აკეთებს. დღეს ის ჩვენი მასპინძელები გახლავთ, ასე რომ გავუმკევი და გოჩას ნამუშევრებს ახლოდან გაგაცნოთ, გოჩას გავესაუბრები და გოჩა მოგიყვება თავის ისტორიას ამ პატარა ბიზნესის შესახებ. წავედით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ თამარიანში. თამარიანში ცხოვრობ, სკოლის მოსწავლე ხარ? დიახ. მერამდე კლასში ხარ? მე-9 კლასში. მე-9 კლასში. როგორ სწავლობ პირველი? მთლად კარგად არა, მაგრამ ვსწავლობ. დიდი ხანია მინდოდა დამეწყო მსგავსი, ესე ვთქვათ, ბიზნესი და ერთ დღესაც დედიკო მიყრის ჩემს სოციალურ ქსელში ესეთ ვიდეოებს, სადაც აკეთებენ ყვავილებს და დამებადა ეს აზრი, რომ მეც გამეკეთებინა მსგავსი და თბილისში შევიძინე მასალები და დავიწყე გაკეთება. ესე იდეა დედიკოს გაიგო. დიახ, იდეა დედიკოს. საქმიანობა მე შეეგააგო. დიახ, დეკორაციულ ჭხირებს ეძახიან, რომელიც არის გრძელი და პატარ-პატარა ბუსებისავით არის. სჭირდება კიდე ძალიან ბევრი მასალები, ასევე თავისი გულები ყვითელი, ცხელწებოს ტყუიები, ჭხირები თავისი და ასევე შესაკრავი რაღაცეები. ბუკეტს უფრო მეტი მასალები სჭირდება, ვიდრე პატარა ყვავილებს. ასევე ძალიან დიდი დროს მოითხოვს ერთი ყვავილის გაკეთება და დაახლოებით რამდენი ხანი? საათნახევარი სჭირდება, რომ მინიმუმი. კი, მინიმუმი საათნახევარი სჭირდება, რომ გავაკეთო ერთი ცალი ყვავილი. სათითაოდ ფოთლებით მზადდება ეს ყვავილები და რავი, მთელ ჩემს გულს ვდებ შეგნით, რომ მოეწონოს ჩემს დღეში რამდენი ყვავილის ამზადებ მაქსიმუმ? დაახლოებით 10 ცალს ვამზადებ. კი. მთელი დღე გიწევს შრომა. კი, მთელი დღე. მაგრამ სწავლას როგორ უთავსებ? ჯერ სწავლა, რა თქმა უნდა, ვსწავლობ ხოლმე და შემდეგ უკვე დავჯდები და ვშრომობ ხოლმე და ვაკეთებ ყვავილებს. ეს მასალები საიდან ჩამოვა გოჩა? მივდივარ თბილისში მარტოკა. შენ თვითონ მარტოკა ხარ? გიშვები, მშობლები. დიახ. და ვყიდულობ მასალებს. დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყე მე-9 კლასიდან, ესე ვთქვათ, და საკუთარი ბიზნესი. დიახ. თითო ყვავილს რა ფასში ყიდი გოჩა? თითო ყვავილი იყიდება 15 ლარად, ეს პატარა ყვავილები და ბუკეტზე, რომელზეც მუშაობ, ჯერჯერობით ფასი არ ვიცი. ალბათ ცოტა ხანში ეს მასალიდან გამომდინარე დაადგენ. ნუ მათემატიკა გიყვარს ეხლა და შენ არ შეგეშლება თვითღირებულება რა დააჯდება თვითონაკეთის. უცებ გამოიანგარიშებ და გაყიდინოს. გოჩა, ყველაზე საინტერესო თემა. რეალიზაციას ამ შენი ნამუშევრების სადახდე? მაქვს ჩემი სოციალური ქსელი. პირადი შენი სოციალური დიახ, TikTok-ზე და Facebook-ზე, სადაც ვყიდი ჩემს ნამუშევრებს და მაქვს გამოქვეყნებული ეს ჩემი ნამუშევრები. ყველა ნამუშევარი კი. სათითაო ფოტოსურათით დებ და ის. და გიკავშირდებიან კლიენტები? კი. მიკავშირდებიან. დღეში ერთ ცალს მაიწყიდი ხოლმე ყოველთვის. მაქვს სახელი, აწერია გლ ფლორია. ანუ გლ, იმიტომ რომ მინდოდა ჩემი დაც ყოფილიყო ჩემს ბიზნესში და გოჩა და ლიკა ერთდროულად შენი დისწილი მითხარი ახლა იმ შენ საქმიანობაში, ახლა შენი და ჩარტი გეხმარება შენ. კი, ჩემი და ფოტოებს იღებს ხოლმე, ვიდეოებს და აკეთებს კოლაჟს ხოლმე და შენი ნამუშევრების, ანუ ერთგვარ რეკლამას ქმნის. დიახ, ახლა გაზეთ ლაგოდეხშიც ჩემი დის ინიციატივით არის დადებული. ჩემ და მიწერა, რომ თუ შეიძლებაო, რომ დავდოთო და ასე. ეხლა შენ ოჯახში ვართ, მასპინძლობ, ხე შენი ოჯახის წევრები გამოცანი? ჩემი და ლიკა ნებიერიძე, რომელიც სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის პირველ კურსზე. ისიც არის ძალიან ჩართული ჩემს ბიზნესში, ძალიან უხარია, რომ ესეთი რაღაც დავიწყე. მოტივაციას გაძლევ შენი დაი. კი. და ჩემიც ძალიან ჩართულია. ისიც მეხმარება ხოლმე რაღაცებს, რო ვასწრებ ხოლმე. კი, რა თქმა უნდა. შენ გვერდზე არის მუდამ. რო ვასწრებ ხოლმე რაღაც ყვავილების გაკეთებას, თვითონაც მეხმარება ხოლმე და პატარა რაღაც წვრილი შეაქვს ჩემ ყვავილებში. მამაც ჩართული არის ამ ყველაფერში, კი, მამასგან მოდის ხოლმე ფული, რაც არ მყარა ხოლმე საყიდლებზე. ანუ ესე იგი დაფინანსება მამის. ეხლა რო ყიდი ხოლმე მე მამას უბრუნებ მე თანხას. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მშობლების კენაც მიდის ხოლმე ჩემი ისინი რა ქვია ხელფასები, პატარა რაღაც საჩუქრები და მამას და დედას ხელფასები შეხვდა.
ფულს რო გაძებს პროცესს უგთხოვს ხოლმე. არა, პროცენტზე ეგრე არ შევახონ. პატარა საჩუქრებს ვკეთებ ხოლმე და ვაძლევ ხოლმე. კი. ანუ ეს დეტალები რა მითხარი, რისგან არის დამზადებული ეს არის დეკორატიული ჩხირებისგან დამზადებული. თვითონ ესეც დეკორატიული ჩხირებით არის გარედან შელამაზებული და შიგნით არის ყუთი, რომელიც არის დახვეული, ესე მგვალად და არის ამას მე როგორ აკეთებ, შენ მანახებ უკვე როგორ აწყობ. ყველა სხვადასხვა ფერში გაკეთებული. ესეც ჩემი შენი დიზაინია. აი ეს დიდი ყვავილი უკვე ეს ჯერ დასამთავრებელი იგექნება ალბათ, ხო? კი, ამ დიდ ყვავილზე ახლა მე მუშაობ, მინდა სამომავლოდ რომ გავაკეთო ბუკეტები და გავყიდო. ხეთ რა ლამაზი ყვავილია მეგობრებო. რამდენი დღეში გექნება ეს გამზადებული? შეიძლება ხვალეც მოახერხო ამის გამზადება. შეგიძლიათ წინასწარ დაურეკოთ გოჩიკოს, მსგავსი შეკვეთები მისცეთ. ტელეფონის შენ ნომერს ჩვენ სიუჟეტში აუცილებლად მოვათავსებთ. გოჩიკოს გვერდსაც განახებთ, სადაც მსგავსი ნივთები იყიდება, მეგობრებო, ასე რომ ამ პატარა ბიჭის აი ესეთი ნამუშევარი 24 საათის განმავლობაში შეგიძლია კლიენტს უპასუხო. რა თქმა უნდა. ასე რომ ვისაც სურვილი გექნებათ მარტისვე მოდის, და არა მარტო მარტისვე, ქალბატონებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ. და უცბად რაღაცა ვიდეო, რასაც ჩემი ყურადღება მიიქცია და გოჩიკოს ჩაუგდე სოციალურ ქსელში და უთხრა რომ დე შენ ეს გამოგივა, ეს უნდა გავაკეთოთ. რაღაც აი ვიდეოს არც უყურა ბოლომდე, მე ამას გავაკეთებდი და წავალ მასალას ვიყიდი, წავიდა მართლაც. საინტერესო რა არის, იცით? რა მასალისგან უნდა გამზადებულიყო, რა იცოდა დაუშვათ გოჩამ? ეს მასალა ნანახი მქონდა, ანუ ინტერნეტში ნანახი მქონდა და აი სულ რამდენი აი თვე თუნდაც აი მიტრიალებდა თავში რომ მეთქი აი ეს უნდა იყოს ის რაც გოჩიკოს გააკეთებს. კი, შეძლებს და რო ვანახე, მოვიძიეთ სად იყიდებოდა რა ადგილას, წავიდა მაშინვე, არ დაუყოვნებია, მოიტანა და აი ესე ერთი დახედვით აწყო ის, რამაც ჩემი გაოცებაც და ხალხის გაოცებაც გამოიწვია. თქვენ ხართ ადამიანები, რომელიც უანგაროთ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიგიღიათ მონაწილეობა და ადამიანებს ეხმარებით ესე. მით უმეტეს დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი, აი ეს ახალგაზრდა ჩვენი თანამოქალაქე ლაგოდეხელი ბიჭი, რომელიც თვითნაკეთ ყვავილებს ქმნის, თქვენ სურვილი გამოთქვით, რომ თქვენს მაღაზიაში გამოვუყოთ ადგილი. თუცა ასე პატარა ბიჭი რაღაც ასეთ საქმეს აკეთებს, ჩვენც დავფიქრდით ახლა შენი შემოთავაზების შემდეგ და ვიფიქრეთ, რომ მართლა мотиваცია იქნება მაგისთვის ახლა, იმიტომ რომ აქ მეტი ხალხი მეტი მომხმარებელია ახლა და უფრო შეიძლება რეალიზება მოახდინოს. ჩვენ გვინდა რომ мотиваცია მივცეთ ასეთ დამწყებ პატარა ბიჭს შეიძლება ასე ითქვას, ხო, რომ აი ასეთ ულამაზეს გარემოში დაიდგას თავისი ულამაზესი რაღაცების პატარა სტენდი და ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმს, გიდელი მაქსიმუმს ეცდება, რომ აი ხო აქვს ახლა რაღაცები გაკეთებული, ვთქვათ. აი და რომ პირველი ნივთი რომ გაიყიდება მაგისი. რაღაცნაირად აღნიშნავთ ამას უფრო კიდე ისე პომპეზურად, რომ კიდე უფრო მეტი мотиваცია ქონდეს, კიდე უფრო ლამაზი გააკეთოს და კიდე უფრო ბევრი გაყიდვები ქონდეს. გოჩა პირველ რიგში უგრმესი მადლობა უნდა მოგიხადო მასპინძლობისთვის. ასევე უნიჭიერესი ახალგაზრდა ხარ და ჩემთვის ყველაზე მთავარია მე-9 კლასის მოსწავლე დამოუკიდებლად რო დაიწყე ამ ნამუშევრების შექმნა, რომ შენი პატარა საკუთარი ბიზნესი ქონოდა. ბევრს ეს არ შეუძლია, ბევრი მომხმარებელი ყოლდეს, ბევრი კლიენტი, ეს არის ერთგვარი ხარდაჭერა შენი სამომავლო პატარა ბიზნესისთვის და ეს პატარა ბიზნესი გადაქცეული იყოს თქვენ ოჯახურ ბიზნესად, იმიტომ რომ აქ არის ჩართული შენი დაიკო, მამა, რომელიც გაფინანსებს, დედა, რომელმაც იდეა მოგაწოდა და შენი იდეის წყარო არის ამ ყველაფრისა. შემშობლებს წარმატება, შენთან ერთად შედაიკოს წარმატება და აუცილებლად წარჩინებული მოსწავლე უნდა იყო და პირველი რა თქმა უნდა სწავლა. კიდევ ერთხელ მადლობა და ბევრი წარმატება შეგლებობრებო. დღეს აი მუნიჭიერესი ახალგაზრდასთან ერთად დაგემშვიდობებით. ბევრი მოწონება მის გვერდს Facebook-ზე როგორ ახარ გოჩა? გელა ფლორია. ესე იგი წერია. შენი პირადი გვერდი არის. კი. ჩვენ ამას სიუჟეტში აუცილებლად გოჩას შევაგდებთ. ბევრი გამომწერი ყოლოდეს გოჩიკოს, რომ იმიტომ ბევრმა გაიგოს შენი შემოქმედების შესახებ. დღეს დაგემშვიდობებით ამით, ასევე მალე შევხვდებით, დროებით გაგაბრძანებოდეთ.